მოგესალმებით მეგობრებო, რატომღაც გადავწყვიტე, რომ კი მეტნაკლებად ნაკლები ხალხია დაინტერესებული სრულყოფილი ინფორმაციით და სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში ადამიანებს ან თვითგამოგონილი წესებით ან გადარბენით გაგებული ინფორმაციებზე ცხოვრების აწყობა უყვართ და ეს ჩვენ ცხოვრებასაც ეტყობა და ჩვენს ყოფით ყოველდღიურობას ჩვენ ქვეყანაში. მაგრამ მაინც მოვინდომე, რომ ესეთი ფორმატი გამეკეთებინა ტყვია წამალთან დაკავშირებით. კონკრეტულად ამ შემთხვევაში შევეხები ნობელ სპორტის კომპონენტებს, რომელი კომპონენტებითაც იტენება ეგრეთ წოდებული ხარისხიანი ვაზნები, იტალიური ვაზნები. და მინდა რომ გავეცნოთ მათ მარკებს, დოზირებებს, ნორმებს, ზომებს, არაფერი ამის შესახებ არც ქართულად და არც რაღაცა ისეთ საფუძვლიან საბუთად არ გვაქვს, არც ვიდეო სივრცეში, არც წერილობით სივრცეში ვიღაცამ სადღაც რაღაცა რო იკითხა, აი ესე თითოეული ადამიანის რაღაც ასე ვთქვათ მოძიებული ცოდნის საფუძველზე მიწერილი რაღაც პატარა ჩანართები სადღაც რაღაც, მაგრამ ესე საფუძვლიანად როგორც ახლა მე ვაპირებ რომ აგიხსნათ, ჯერჯერობით არ არის. და მინდა რომ იყოს, იმიტომ რომ მეც ვიყავი ცხოვრების იმ ეტაპზე და იმ გზაზე, როცა ყველაფრით ვინტერესდებოდი და ვერ ვიძიებდი ამ ინფორმაციებს, არ არსებობდა ძალიან მაინტერესებდა, ძალიან დიდი წვრილი მქონდა ამ ცოდნის, მაგრამ ვერ პოულობდი. ან უბრალოდ ტექნიკური საშუალება არ ჰქონდა, კომპიუტერი, ინტერნეტი, ტელეფონი, ენობრივი ბარიერი მქონდა და ასე შემდეგ და ვერ ვშიფრავდი ამ ყველაფერს, რა იყო, როგორ იყო, რანაირად იყო, ძალიან დიდი წვალება მიწევდა. ამიტომ როგორც ჩვენს ცხოვრებაში თაობები ამ ქვეყნიდან გადიან, ისე შემოდიან ახალი სიცოცხლეები, დამწყები ყოველთვის არის, მაძიებელი ყოველთვის არის, არა აქვს ამას მნიშვნელობა მცირე თუ დიდი დოზით. ზოგადად სიმართლეს ასიკეთეს ღმერთი არა რაოდენობით, არამედ ასე რომ ვთქვათ, ერთგულებით და ერთმორწმუნეობით და მტკიცედ დგომაში ასახავს ხარისხს. და აქედან გამომდინარე, სულ არიან ადამიანები, რომლებიც შემოდიან, გადიან, კითხულობენ, აინტერესებთ, შეიძლება ძალიან დიდი წვრილი ქონდეს, უბრალოდ გაიგოს ინფორმაცია და რახან გაიგებს, მერე ეს ასე ვთქვათ, განეიტრალდება ხოლმე ეს დიდი სული. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე, რომ გამეკეთებინა ჯერჯერობით ნობელ სპორტის ხაზს გავყვები და თუ ექნება ამას გამოხმაურება და დაინტერესება შესაბამისი, ხო? ნუ მაგ სამზეც გავაკეთებ იგივე, ასე რომ ვთქვათ, რაღაც გონივრულ ჩანაწერს, რომ როგორც ინფორმაცია გქონდეს, რომ რო დაგჭირდება იქ მაღაზიებს კი არ ვეკითხოთ და იქ ხან ისე გვასწავლიან, ხან ესე გვასწავლიან და რაღაცა უნდობლობით მოვდივართ, არამედ გქონდეს რაღაცა ბაზა, სადაც შევალდა ვნახავთ. ამას იმიტომ არ ვაკეთებ, კიდე ერთი რამის თქმა მინდა, ზოგადად ჩემი ვიდეოები იმისთვის არ არის გადაღებული, რომ რაღაცნაირად პოპულარობა მინდოდეს, ან გამომწერები არ იქაგინა თუ არა და გამომიწერეთ და რაღაცა ვერსაც ვერ გაიგებ ჩემგან ამის თქმას, მონეტიზაციას არ მაქვს ჩართული. ანუ ამ ფორმით მე რაც შემიძლია, ჩემებურად, ჩემი რესურსებით, მინდა რომ რაღაც საინფორმაციო ველი შევქმნა, საიდანაც დაინტერესებული ადამიანები გაიგებენ იმ ყველაფერს, რასაც დავტოვებ როგორც კვალი, ასე რომ ვთქვათ, რა თუ იმას გამოგადგებათ სიკეთე მოგცეთ ღმერთმა, თუ არ გამოგადგებათ და თქვენც მოგცეთ სიკეთე ღმერთმა, სხვა რამე დაგჭირდებოდა, სხვა იქნება მსგავსი, ვინც მოგაწვით შესაბამის ინფორმაციას, რაც გაინტერესებთ. ეს არის ჩემი პრინციპი, რომ ჩემს ქვეყანას, ჩემს საზოგადოებას რაღაცა ჩემი მცირედით, რასაც ამ ფორმით ვაკეთებ, გავუკეთო რაღაც უსასყიდლო და ყველაფერს ფულის სახელი, ფუ არ ერქვას ყველაფერს, არამედ ერქვას ადამიანობა, პატივისცემა, სიკეთე, ურთიერთ გათვითცნობიერება, განათლება, წინსვლა და ასე შემდეგ. აი, დავიწყეთ ახლა, მოკლედ პირველ რიგში, ახლა პიჟ კონტეინერების სახეობებს მანდამაინც ვფიქრობ, რომ არ ჩავწერო რამე, მაგრამ თუ საჭირო იქნება, მაგასაც ჩავწერ, თუ მოითხოვთ. მაგრამ ანუ კაფსულას რო ეძახით ეგრეთ წოდებული
უცხოურად პრაიმერს ეძახიან, ამ პრაიმერზე უნდა ვისაუბროთ აუცილებლად ფისტონზე, ეგრეთ წოდებულზე, რადგან თოფის წამლის შესაბამისად იხმარება ხოლმე ეს ფისტონიც ხშირ შემთხვევაში ქართულად რა ქვია, ვერ ვიტყვი, ამაალებელი, არ ვიცი, კაფსულა და ფისტონი, ესე არის ჩვენთვის ცნობილი და პრაიმერი შემოდის ახლა კიდე ესეთ სახელწოდებით, თუ ვინმე მიცით ეს სახელი თქვით, ხო და მე ახლა გადავალ ამ კაფსულების სახეობებს, საუბრობთ ნობელ სპორტზე და მის კაფსულაზე და წამლების სახეობებს. ძალიან ბევრი წამლების სახეობები აქვს. ჩვენ მაგიდან ყველა არ გვჭირდება და შეიძლება არც გვხვდება, მაგრამ იმიტომ რომ ზოგადი წარმოდგენა შევიქმნათ პრინციპი, როგორ მუშაობს ამ ტყვია წამლის, ამიტომ მინდა რომ ყველა გაგაცნოთ და ეს იქნება მოკლე ვიდეოები, ალბათ 10-15 წუთიანი მაქსიმუმ, რადგან მოსაწყენი არ იყოს და გონებრივი ახლართვა არ მოხდეს ინფორმაციებს შორის, რომ მე ვერ გავანეიტრალოთ, ვერ გავაანალიზოთ სწორი საკვანძო საკითხები, ასე რომ ვთქვათ, ამიტომ ვფიქრობ, რომ იყოს ძალიან მოკლე და ზომიერად მოსასმენი და გასაანალიზებელი. დავიწყეთ, მოკლედ ვიწყებთ კაფსულებით. მოკლედ ეს კონკრეტული არის ნობელ სპორტის კაფსულა, ეგრეთ წოდებული, მარკით 688. ამას ეძახიან მწვანეგულა კაფსულას, ესეა საზოგადოებაში ცნობილი. ამას ჩვენ ვნახავთ თავისთავად წამლებთან მიმართებაში, როგორ აქვთ დაყოფილი და რა დროს, რა წამალზე, რომელ გრამებზე იყენებენ. ამისთვის იწერება ეს ვიდეო. შემდეგ ეს წითელგულა კაფსულა არის მარკით ნობელ სპორტის 686 მარკის აღნიშვნით და ეძახიან წითელგულა კაფსულას. ამასაც შესაბამისად ვნახავთ თუ რა დენთებზე, რა გრამებზე, რა სიტუაციაში გამოიყენება და როგორ ხმარობს თავად ნობელ სპორტი წამლებთან და ვაზნების გრამებთან შესაბამისობაში კონკრეტულ კაფსულას. ეს კონკრეტული კი არის ნობელ სპორტის 684 მარკის კაფსულა და რა თქმა უნდა, ამასაც ვნახავთ წამლებთან შესაბამისობაში, თუ როგორ გამოიყენება. თეთრგულა კაფსულათი ცნობილი. იგივე თეთრგულა, იგივე წითელგულა, იგივე მწვანეგულა, მომწვანო-გულის ფერის კაფსულები ჩვენ შეიძლება შეგვხვდეს სხვა მარკის მქონე ფირმებშიც, ანუ სხვა ფირმებშიც, ასე რომ ვთქვათ, და აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ ვიცოდეთ, რომელი ბრენდის დასახელებისა ეს არის ნობელ სპორტის, ეს არის მაქსამის თუ სხვა კონკრეტული ფირმის, რადგან არ აგვერიოს სიმძლავრეები. სიმძლავრეებში ყველა ერთმანეთისგან მეტნაკლებად განსხვავდება. ჩვენ ახლა ვხედავთ ნობელ სპორტის A სერიის წამალს. ნობელ სპორტს აქვს რამდენიმე სერიად თავის წამლის სახეობები დაყოფილი და მათ შორის კიდე აქვს ქვესახეობები, ასე რომ ვთქვათ. ჩვენ ახლა ვხედავთ A სერიის წამლებს, ორი სახეობის წამალს, ასე რომ ვთქვათ. და სულ A სერიაში ნობელ სპორტს აქვს 7 სახეობა, მარტო A სერიაში. და გავყვებით ქრონოლოგიურად ამ ყველაფერს ახლა. აქ უკვე ჩვენ ხედავთ ქართული თარგმანით გვაქვს მოცემული ნობელ სპორტის Lawson სერია, ესე ქვია, ზედა, ასე რომ ვთქვათ, გრაფაში რაც არის მოცემული და ქვედა გრაფაში არის A24. ეხლა განვიხილოთ კონკრეტულად Lawson-ის დოზები, ასე რომ ვთქვათ. აქვს მითითებული, რომ გამოიყენება მხოლოდ ჯერჯერობით 12 კალიბრზე და არის სპორტული გამოყენების სროლისთვის უწერია კიდევაც 688 კაფსულაზე, ანუ მწვანეგულა კაფსულაზეა გათვლილი და იმ მწვანეგულა კაფსულაზე უნდა მივცეთ 0.98. ესე არის ამისი დოზირება 28. ხო, ესე არის ამისი დოზირება 24 გრამზე. ანუ ფაქტიურად 1 გრამს ვაძლევთ
24 გრამზე. Ალბათ ზუბერის ვაზნებში შევხვედრია ესეთი წამალი და სხვა ბრენდულ ვაზნებშიც, ასე რომ ვთქვათ, ევროპულ ვაზნებშიც. შემდეგ მოდის ქვემოთ A24 სერიის ესეთი წითელი ფერის, ასე რომ ვთქვათ, ოთხკუთხედ ფანტელებად თუ ფირფიტებად დაჭრილია. აქ უწერია მას სიმკვრივე, ზომა, იმ ფირფიტის ყველაფერი წერია, მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში ეგ არ გვაინტერესებს, ჩვენ გვაინტერესებს დოზირებები და აქაც მითითებული არის 688 მარკის კაფსულა არის მითითებული, რომელიც არის ვიმეორებ მწვანე გულა კაფსულა, ისევ არის 12 კალიბრისთვის განკუთვნილი წამალი, რომელსაც 24 გრამზე, ანუ სპორტული სროლისთვის გამოსაყენებელი წამალია, ასე რომ ვთქვათ, 24 გრამზე უწერია 1 და 20 მილიგრამი, ანუ 1 გრამი და 20 მილიგრამი უნდა მივიცეთ 24 გრამზე. წარმოებელი, როდესაც გვაწვდის ამ კონკრეტულ დოზებს, ის ქვეპუნქტებში მერე განმარტებები აქვს და აღნიშნავს, რომ ეს კონკრეტულ დროს, კონკრეტული გაბურღულობის თოფზე, კონკრეტული პიშკონტეინერით და კონკრეტულ მოცემულობაში არის დადებული ეს შედეგი. მაგრამ ჩვენ თუ შევცვლით მოცემულობას, აი უბრალოდ კონტეინერით რო შეცვალოთო, ან უბრალოდ სხვა გაბურღულობის თოფი რო იყოს, ანუ დიამეტრულ საუბარზეა აქ ლაპარაკი და სტანდარტებზეც, რა თქმა უნდა, ლულის გაბურღვის სტანდარტებზე ტრიბორი არის, ჩვეულებრივ სტანდარტულია თუ როგორ, აუცილებლად შეიცვლებაო ბალისტიკური მდგომარეობაო და შესაბამისად უნდა მოძებნოთ თქვენი თოფისთვის სასურველი დოზირებებიო, თვითონვე მწარმოებელი გვავრთხილებს ამისთვის რა. და ამავდროულად დასცენს შესაბამისად, რომ არასდროს არ დავიწყოთ ზედა ზღვარიდან, ასე რომ ვთქვათ, რაც არის მითითებული წამლის დოზა, როცა უკვე აღმოჩენაზე მივდივართ, თუ რა ირგებს ჩვენი თოფი, არამედ ქვედა ზღვარიდან დაიწყეთო და ნელ-ნელა მოუმატეთ წამლის დოზასო და მაქსიმუმ ზედა ზღვარამდე მიდითო და ნუ ეხლა 0.2 და რაღაც 0.5 შეგიძლია რომ გადაცდეო რა. მაგრამ უტოპიურად დიდი რაოდენობის წამალი არ ჩაყაროთო და ესე ქვედა ბიჯიდან ზედა ზღვარზე მისვლამდეო რაღაც შუალედს დაიჭერთო, რომელიც შუალედიც კონკრეტულად თქვენ თოფს და თქვენს მოცემულობას მოერგებაო და იყავით ბედნიერებიო, ესე რომ ვთქვათ რა. ხო ბატონო ჩემო, ჯერჯერობით ამ ეტაპზე გავჩერდეთ ახლა, რო არ გამოვიდეს ვიდეო უაზროდ დიდი და ასე რომ ვთქვათ გაუაზრებელი. აქედან გამომდინარე, მოდი ეს ასე რომ ვთქვათ პირველი მომენტი ესე ჩავამთავროთ და ამის შემდეგ შესაბამისად მოგაყოლებთ და გაგაცნობთ უფრო მეტ ნაირსახეობას ნობელ სპორტის წამლისას. აბა დროებით მეორე სერიამდე, ასე რომ ვთქვათ.